ბატეთის ტბა, ქართული ოცნების ახალი სამიზნე და კორუფციული რისკები ტერიტორიაზე, რომელიც 19 წლიანი იჯარით გასხვის და მალე მასშტაბური სამუშაოები დაიწყება. უკონკურენტო აუქციონზე იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომლის ერთ-ერთი მფლობელი არჩილ კბილაშვილია. ის ქართული ოცნების ყოფილი მთავარი პროკურორია. 2 წლის განმავლობაში კომპანიას ტბის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ევალება. დიდი ალბათობით მასობრივად უნდა მოიჭრას ხეებიც. ასევე საჭიროა ახალი მისასვლელი გზების გაყვანაც. თემაზე უფრო მეტი ჩემმა კოლეგამ მარიამ ლეკიაშვილმა იცის, ის ახლა ფორმულას ეთერში ამოუერთდა. მარიამ, გისმენთ. დიახ, გიორგი, ბატეთის ტბა უკონკურენტო აუქციონზე კომპანია ბატეთი რეზორტმა შეიძინა, რომლის მფლობელიც არის ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ კბილაშვილი. ის ქართული ოცნების პარლამენტის წევრი იყო თავიდან და მოგვიანებით 2013 წლამდე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას. ბატეთი რეზორტის კიდევ ერთი მფლობელი არჩილ კბილაშვილთან ერთად არის კესანე ფიფია, გოჩა ფიფიას ქალიშვილი. გოჩა ფიფია იყო კიდევ ერთი პარლამენტის წევრი და სწორედ მისი ქალიშვილი კესანე ფიფია გახდა ახლა ბატეთის ტბის 45%-იანი წილის მფლობელი. აღსანიშნავია ისიც, რომ კესანე ფიფიას ოჯახის წევრები რუსეთში ძალიან სახელგანთქმული ბიზნესმენები არიან და რუსეთში ფლობენ ერთ-ერთ ძალიან მსხვილ სააფთიაქო ქსელებს. ჩვენ ცადეთ დავკავშირებოდით არჩილ კბილაშვილს, რათა გაგვეგოთ კონკრეტულად რის აშენებას აპირებს ის ბატეთის ტბაზე, თუმცა ჩვენ მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. კორუფციის მკვლევრები ივანიშვილის პარტიის კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ახლა ქართული ოცნება მიზანმიმართულად მიჰყვება იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც ისინი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობებს, ის მათ გააქვთ ეს მიწის ფართობები აუქციონზე და შემდეგ უკონკურენტო აუქციონზე ამ ფართობებს სწორედ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები იყიდულობენ. კუბლაშვილი იყო მათი გენერალური პროკურორი, შესაბამისად მას კიდევ აქვს დარჩენილი გარკვეული კავშირები ქართულ ოცნებაში და იგი დღესაც ქართული ოცნების ასე ვთქვათ გულმხურვალე მხარდამჭერი არის და შესაბამისად ისარგებლა მისი ავტორიტეტის, მისი სტატუსით ქართულ ოცნებაში, მისი ძველი საქმეებით და შესაბამისად მიიღო ის, რაც მას სურდა და მიიღებს ყოველთვის იქამდე, სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, სამწუხაროდ არც ბოლო შემთხვევა არ იქნება, სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მანამდე გააგრძელებენ სახელმწიფოს გაძარცვას. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ იტაცებს საზოგადოებრივ სიკეთეს, ხალხის ქონებას ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრები. ერთის მხრივ ხალხის ქონება არის ან რუსების ხელში, ან რუსული მთავრობის წევრების ხელში. ეს არის კორუფციული მმართველობა, ეს არის ხალხის ძარცვა, სახელმწიფოს ძარცვა, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი ჯგუფი ივანიშვილის გუნდის წევრები გამდიდრდნენ ამ ქვეყანაში და მოიწყონ საკუთარი კეთილდღეობა ქართველი ხალხის ხარჯზე. ბატეთის ტბის ფართობი არის საკმაოდ მასშტაბური, საუბარი არის დაახლოებით 28,000 კვადრატულ მეტრზე. არჩილ კბილაშვილის კომპანიამ ბატეთის ტბა 19 წლიანი იჯარით შეიძინა და მას ახლა ყოველწლიურად სახელმწიფოსთვის დაახლოებით 17,000 ლარის გადახდა მოუწევს.